საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი თვითნასწავლი მხატვრის ნათია ქემოკლიძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული ნამუშევრები. გამოფენა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში დღეს გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში თავმოყრილია მხატვრის მიერ შექმნილი 31 ნამუშევარი. ეს გახლავთ თვითნასწავლი მხატვარი ნათია ქემოკლიძე, რომელიც არის ჩვენი მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ერთ-ერთი ბიბლიოთეკარი. ის გახლავთ თვითნასწავლი მხატვარი, არაჩვეულებრივი, ნიჭიერი, შემოქმედებითად ძალიან აქტიური ქალბატონი და ძალიან მიხარია, რომ ჩვენს გაერთიანებაში არა მარტო წიგნის მოყვარულები არიან და ბიბლიოთეკარები არიან, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ჩვენს მკითხოს, არამედ ნიჭიერი ხელოვანებიც და რაც მთავარია, ამ ხელოვნების დამფასებლებიც და მე მინდა რომ ქალბატონ ნათიას უსურვო შემდგომი არაერთი გამოფენა პერსონალური, ამის დიდი გამოცდილება აქვს და ჩვენც ვიამაყებთ მისი ახალი შემოქმედებითი წარმატებებით. ნამუშევრები შესრულებული არის ბისერებში. ბისერებში მუშაობა დავიწყე 2009 წლიდან. მანამდე ვხატავდი ტემპერა, გუაში, აკვარელი, ზეთი, ფანქარი, პასტა, ყველაფერში. 2009 წლიდან შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი. შეგახსენებთ, რომ გამოფენა 25 იანვრამდე გაგრძელდება. ნათია ქემოკლიძის ნამუშევრების ხილვა დამთვალიერებელს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში შეუძლია.